არასდროს დანებდი ადამიანებს გესმის, რაც უნდა ნეგატიურები იყვნენ. ბოლოს ყველაფერს სითბოს ყველა ხვდება. მინდა გაგეზიაროთ აი ეს ვიდეო. მაღაზია. ყველაფერს წიბის მიწივის საკეთოებია. სიგნიკორ გაიქცევრა. დიდი დანიელი კოჩნის ნახე როგორ გეფერება დე. კაცო ჩემთან ორი წილის ხოს ქუჩაში გარეხია. ფულებს ეახლოს ქვეყნის. წედიაკეთ. დაიხრე. დიდი დანიელია მოიფე. ვიცი მე ახლა. გასორდი ხალო აგრეგა. გეწინა. მოდი არაუშე. დიდი დანიელ მოდი არა. მოდი დედა ახლა ბოდიში უთხარ დანიელს. დანიელ მოდი დედი. მოდი დე. დანიელ მოდი ჩემთან. ნახეთ რა მოხდა ამ ვიდეოში, ხომ? დედა აგრესიულია, ეს დემენცია არის. დემენცია ყოველთვის აშიშვლებს რა, რაც შიგნით იყო ამოვიდა ზედაპირზე, ხო? ადამიანს აშიშვლებს. და ნახეთ, დემენცია აგრესია არის, ბოლო სტადიის დემენცია. თუმცა ადამიანსაც გააჩნია ინდივიდუალური არის, ხო? რაც უფრო დიდი ტკივილი, რაც უფრო დიდი მიუტევლობა, რაც უფრო დიდი აგრესია იყო შესაბამისად, ეს აღარ იმალება და ამოდის ზედაპირზე და ამღებულობთ წყნარ დემენცია მქონე ადამიანს ან ზეაგრესიულს. იმის მიხედვით რა ცხოვრება განვლო მან. და ნახეთ, თუმცა ეს არ უნდა იყოს, ნახეთ, ეტკინა დანიელს, ხო? ეტკინებთ რომ კოცნიდა და იგივე არ მიუღია, იგივე თუ არა, უბრალოდ მიმღებლობა მაინც იდეა ჩემ არ მიიღო ეს ყველაფერი პირიქით, გადიო, ხო? ანუ აგრესია, ეტკინა დანიელს, მაგრამ ნახეთ რა ისწავლა დანიელმა. შეიძლება გვატკინოს ადამიანებმა რაღაც ისეგვით რომ, მაგრამ ამ ტკივილს ტანჯვად გარდაქმნით, თუ გავუშვებთ, ჩვენზე არის დამოკიდებული. გესმით, ანუ გარედან, აი შიგნით, წარმოიდგინე, ეს შიგნით მერე იხარშება, ხო, შიგნით ტკივა. ანუ გარედან მოვიდა, შიგნით არ უნდა შემოუშვათ ეს ტკივილი. აი ეს უნდა დავბლოკოთ. ვიგრძნოთ და გავატაროთ. გესმით, არ უნდა შეგვეშინდეს ამ ყველაფერს. უბრალოდ აი ნახეთ, დემენციის აგრესია ტანჯვაში არ უნდა ჩავეციკლოთ, არ უნდა ვიმაზე, რატო ხდება ეს ყველაფერი, რა მოხდა, ფიქრებში არ უნდა ჩავიძიროთ, ნეგატიურ ფიქრებში პირიქით მივიღოთ როგორც გაკვეთილი და გარდავქმნათ უპირობო სიყვარულად, მიმღებლობით, გავუგოთ, რომ ისინი ირჩევენ აგრესიას, ისინი აგრესიაში არიან. შენ აირჩიე ამ ტკივილიდან განთავისუფლება. ნახეთ, ჩვენ რატო არ პატიობთ ხოლმე ადამიანებს ქონია რომ ამით ვტკენთ მათ და ძალიან კარგი ნათქვამი არის ეს იგივე არის რომ შხამს ვავდეთ და გვეგონოს რომ ისა და სხვა ადამიანი იწამლება აბსოლუტურად იგივე არის ამიტომ უნდა განთავისუფლდეთ ამ ყველაზე ეგოისტური გახოთ როდესაც შენ პატიობ ადამიანს გესმით, იმიტომ რომ შენ არ წამლავ ამით შენ თავს. ანუ იმან მოგცა ის ნეგატივი, შენ არ ღებულობ ამ ნეგატივს. რითი მიმღებლობით და მიმტევებლობით. ანუ ღებულობ ისეთ როგორიც არის ის ადამიანი, ხო და დავუძახე დანიელს. დანიელ. მე. დანიელ, დედი, მოდი. მე. მოდი, დედი. მოდი. ზოგჯერ არა უშავს. ნახე, ზოგჯერ რო ეფერები. არა, დედი, არა, შენთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს. ზოგჯერ რო უნდა გადავიღო, ნახე როგორ შემოbrunდება ახლა. ნახე, ზოგჯერ რო ეფერები ადამიანს, ვერ ხვდება რომ სითბოს აძლევ. ის ნახე, ბებო როგორც არის, გესმით? მაგრამ როდესაც ჩენსას გააკეთებ და არ შეგეხება მისი აგრესია, დედი, ისიც დაწყნარდება. გესმის? მიდი მოეფერიდე. ნახე, აი მოეფერი. აი ესე. კაი. ბოს მაინც ყველა მიხვდება სითბოს და სიყვარულს დე. აი, უფრო კარგია. აი, ხედავ. გასეულები რა. აი, ხედავ. ნახე დანიელ. ხედავ. სუსტანებდი ადამიანებს გესმის, რაც უნდა ნეგატიურები იყვნენ. ბოლოს ყველაფერს სითბოს ყველა ხვდება. სიყვარულს ყველა ხვდება. გაიგე დანიელ? უყვე ხე ბებოს.
მადლობა. გიყვარს? შენ ჭუდები? მიყვარდი? როდესაც ხებულობ ადამიანს ისიც როგორიც არის, სასწაული ხდება. ცვლი მას უკეთესობისკენ. როგორ ჩვენ ერთმანეთის მაგალითები ვართ. როდეს სიკეთე გადამდებია, მაგიტომ ამბობენ, როდესაც გააკეთებ სიკეთებს, ასწავლის სხვას, სიკეთის გზას, მიმტევებლობას, მიმხიბლობას, უპირობო სიყვარულს. ასე ვაკოპირებთ ერთმანეთს. ეს ხო სასწაულია. და მოვიდა დანიელი არ უნდოდა, თუმცა მაინც მოვიდა, იმიტომ რომ ეტკინა, ეს ტკივილი ტანჯვად არ გადააქცია. აპატია ხელმეორედ სცადა და მოხდა სასწაული. უპირობო სიყვარული საოცარი ენა არის, ყველას ესმის, დემენცია მქონე ადამიანსაც გესმით. მიხვდა, რომ დანიელი აძლევდა, უზიარებდა მას უპირობო სიყვარულს და ის დაწყნარდა. ამიტომ მიმხიბლობით, პატიებით, მიმხიბლობით, უპირობო სიყვარულით სასწაულებს მოახდენთ. თქვენ დემენცია მქონე ადამიანთან ერთად სასწაულებს შექმნით და გაუზიარებთ ამ სასწაულს სხვას. მიყვარხართ მე თქვენ უპირობოდ მიყვარხართ აბა დროებით.